Salvებით დღეს სამშაბათია რადიო იმედის პირდაპირ ეთერში თქვენ ისმენთ და თვალყურს ადევნებთ გადაცემას იმედის კულტურა მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ ვაგრძელებთ საუბარს ზოგადად კულტურულ მოვლენებზე და ყველა იმ თემაზე რაც ესე ვთქვათ ჩვენი კულტურის იდენტობაა მე დარწმუნებული ვარ დღევანდელი გადაცემა ჩვენი მსმენელისათვის და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება დედაენა და ქართული დამწერლობა როგორც კულტურის ნაწილი ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ალიკო ცინცაძე პროფესორი ასამდე სამეცნიერო სტატიისა და 2 ათეულამდე წიგნის ავტორი მათ შორის ენათმეცნიერებაში ბატონო ალიკო დიდი მადლობა დიდი მადლობა მოგესალმებით რომ გამონახეთ დრო თქვენს მაყურებელს და მსმენელს დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად ბატონო ალიკო ალბათ ვინც თქვენ გიჩნობთ და თქვენ ძალიან ბევრი ადამიანი გიჩნობთ ჯერ იმ სფეროში რა სფეროშიც ესე ვთქვათ სახელი და თქვენი სახელი მოიხვეჭეთ ესე ვთქვათ და მიაღწიეთ ძალიან ბევრ წარმატებას ტექნიკური მხარე იყო ეს რა თქმა უნდა უამრავი თაობის და ბევრი ადამიანის გამზრდელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეცნიერებაში ძალიან დიდი წვლილის შემტანი ადამიანი ბრძანდებით და უცბად თუ შეიძლება ამას უცბად დავარქვათ მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას რომ რადიკალურად შეიცვალეთ მიმართულება მეცნიერებაში და გაყევით ესე ვთქვათ აი ქართულ ენას თუ ეს არ იყო თლათ რადიკალური ცვლილება ხო რა თქმა უნდა სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ვინმეს რომ ეკითხა 2008 წელს 2018 წლის წინათ რომ შენ ენათმეცნიერებაში რამეს გააკეთებ სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. ერთადერთი რაც ხდებოდა იოანე ზოსიმეს ხელნაწერს ხელს რო კიდებდი, ეხლა პირდაპირ ხელნაწერზე ხელს ვინმე გაკიდებინებდა, მაგრამ საერთოდ ტექსტს რო ვიღებდი, ოდნავ გძნობდი რაღაც განსაკუთრებულ სიახლოვეს და მე აღმოჩნდა რომ თურმე აქედან იწყება ჩემი ცხოვრება, სულ სხვანაირი ცხოვრება, გაცილებით უფრო სისავსე და ენერგიული, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, იმიტომ რომ ის რაც იქამდე გავაკეთე, თურმე არაფერი არ ყოფილა იმასთან შედარებით, რისი პატრონიც მე გავხდი. ასე რომ დიდი მადლობა იმ ძალებს, რომელმაც ეკეთკენ მივიძგეს. და სხვა გზა არ დამიტოვეს, სხვათა შორის უნდა წავსულიყავი ამ მიმართულებით. თუ ესე სხვა არჩევანი იყო, თორე ხა ნიჭიერი კაცი შეიძლება ბევრი სხვა მიმართულებითაც წავიდეს. ხო, მაგრამ რა უნდა გამეკეთებინა დაახლოებით 2005 წელს მე როცა ფაქტობრივად ხელში არაფერი არ მქონდა, უცბად უმუშევარი დარჩი და დარჩი მარტო ჩემი ცოდნის ამარა, როცა ის 6000 სტუდენტი, რომელიც ყავდა უცბად შეუმეცალა და უცბად არაფერი არ აღმომაჩნდა და მე მივხვდი რომ ერთადერთი რაც შეიძლება და გამეკეთებინა, საჭირო იყო იმ ჩემი ცოდნის რაღაც სხვა მიმართულებით წარმართვა და ასე აღმოჩნდი სრულიად მოულოდნელად ენათმეცნიერებაში. იმიტომ რომ თავის დროზე როცა იოანე ზოსიმეს ხელნაწერს ხელს ვკიდებდი მე მივხვდი რომ რაღაც განსაკუთრებული მაშინ ის რომ დაშიფრული იყო ტექსტი ამის შესახებ მთელი ენათმეცნიერება თანხდებოდა, მაგრამ რა იყო შიფრის გასაღები, ეს იყო გაუგებარი. ამდენად 130 წელი ეს ამოცანა ქართული ენათმეცნიერების ამოცანა იყო და ამოხსნელად შებოდა. თურმე არც ყოფილა ენათმეცნიერების ამოცანა, მაგრამ ეს მერე გავარკვიე. მაშინ მე შემდეგი ესეთი კითხვა მაქვს და ალბათ ლოგიკურია ეს ჩემი კითხვაც და ჩვენს დარწმუნებული ვარ ჩვენს მენელსაც იქნება ეს კითხვა გძნობ რომ გვეუბნებია რომ კითხეო რამდენად დაგეხმარათ ის ძველი პროფესია ენათმეცნიერებაში. ეს ერთადერთი გზა არის რომ ეს ამოცანა ამოხსნილიყო სხვა მათემატიკური და ტექნიკური მათემატიკური და ალბათობის თეორია, მოდელირების თეორია, რიცხვითი სიმბოლიზმი, რიცხვითი მიმდევრობა და ასე შემდეგ. ესაა ერთადერთი მიმართულება, რომლითაც ეს ამოცანა შეიძლება ამოხსნილიყო. თავის დროზე, როცა ასეთ ამოცანებს ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, არ იყო დაყოფილი მეცნიერების დარგები, ენათმეცნიერება, მათემატიკა და რაღაცა ცალ-ცალკე არ იყო, ერთად იყო ყველაფერი. ამიტომ იმ ამოცანის ამოხსნას, რომელსაც
მე შევეჭიდებ ფაქტობრივად ჭირდება მათემატიკური ლინგვისტიკის განათლება. ამდენად ეს არ არის საწყენი ენათმეცნიერებისთვის, ეს სხვა სფეროა, რომელიც ამოიხსნა და ამ ამოხსნა უამრავი დადებითი მომენტი გააჩინა ქართულ სინამდვილეში ჩვენი იდენტიფიკაციის კოდთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესოა, ახლა თქვენ რო გისმენდით, რაღაცა ჰოლივუდის ფილმის კადრები წარმომიდგა, ესე ამოხსნაზე და ალგორითმებზე რომ მიდის თან. თქვენ წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვიყავი დასაწყისში ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ როცა პირველად იოანე ზოსიმეს ამოცანა შევბედე და მე მივხვდი რომ ამოიხსნა და ცალსახად ამოიხსნა და ეს ყველაფერი მე გავაკეთე, ადგილს ვერ პოულობდი, სანამ ვინმეს გავაგებინებდი. თურმე არც ისე მარტივია ამოხსნილი ამოცანით იარო ამ დედამიწაზე და საქართველოში რომ დაბადებულიყო აინშტაინი, დღეს ფარდობითობის თეორია არ ეცოდინებოდა მსოფლიოს, დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ ისეთ ძნელია ეს ყველაფერი გააგებინო და მიიტანო იქამდე, სანამდეც უნდა მიიტანო. ასე რომ 15-16 წელია ამ ამოცანით დავდივარ, კი ბატონო ბოლო პერიოდში გამოჩნდა ოდნავ სინათლე გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამის შესახებ ჩვენ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ ეს მსოფლიო დონის ამოცანის გადაწყვეტა. ეს არ ეხება მარტო ენათმეცნიერებას, ეს არ ეხება მარტო ჩვენს ისტორიას, ეს ეხება ცივილიზაციის ისტორიას ზოგადად, ეს ეხება ბიბლიურ თემებს, სარწმუნოებრივ თემებს, ყველაფერს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ და თვლიდნენ საკრალურად და განსაკუთრებულად. გეთანხმებით, ბატონო ალიკო. კიდევ საინტერესო იქნება იმ თემასაც რომ შევეხოთ, აი რასაკვირველია, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენთვის ქართული ენა ეს არის არ ვიცი, პირველი ალბათ ამაზე დიდი იდენტობა არაფერი არ არსებობს ჩვენთვის და ამაზე დიდი არაფერი არ არის, იმიტომ რომ რო არა ქართული ენა, არც ის გენიალური მწერლები გვეყოლებოდა და ის დანარჩენი ყველაფერი არც ის კულტურა, რითიც დღეს ვამაყობთ, ხო? ეს არის პირველი ალბათ და ჩვენი სიწმინდეა ქართული ენა. მაგრამ გარდა ამისა, რომ დარწმუნებული ვარ თქვენს თქვენს იმ წინა სპეციალობაში წიგნების კითხვა, სხვადასხვა ლიტერატურა, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როცა ასე პროფესიულ დონეზე ჩახვედით ქართული ენის შესწავლისას, რამე ისეთი დახვდათ, რაც მანამდე არ იცოდით? რამემ გაგაოცათ? არა მხოლოდ მე დამხვდა, მე მგონი ქართულ ენათმეცნიერება და ლიტერატურა ცოდნებას და ისტორიოგრაფიას დახვდა. რაც შემეხება მე თლაც შორს არ ვიყავი ამ ყველაფრიდან, იმიტომ რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი გახდით და ჰუმანიტარულ საბჭოს თავმჯდომარეობდი. ამდენად ყველა ჰუმანიტარული სპეციალობა, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში იყო, ჩემთან შემოდიოდა, მე ამ საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი და ძალაუნებურად რაღაც თემები გაშიფრული და რაღაც ინფორმაცია მქონდა. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ამოხსნა იოანე ზოსიმეს ამოცანა, მიაგნო ქართული კაბალას ფესვებს, რომელიც გაცილებით ღრმა არის ვიდრე ებრაული მისი თანამოსახელე სეხნია ან ბერძნული კაბალა, მიაგნო საერთოდ იოანე ზოსიმეს შიფრის გასაღებს, ეს აღმოჩნდეს გასაღები, რომლითაც ძველი ქართულია. გარდა ამისა, 3000 წლით გადაიწიოს დროის სიღრმეში ამირანზე თქმულების მომენტები და მისი შექმნის პერიოდი, პლუს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი ახლებურად იქნეს საკითხული და მისი წაკითხვის გარეშე და ასე წაკითხვის გარეშე მისი გაცნობიერება სრულიად წარმოუდგენელია. პლუს ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრების ბუნდოვანებები გააშიფრო. ეს შემოძვირფასებო, რა თქმა უნდა, ერთი კაცის შესაძლებლობებს აღემატება, მაგრამ ეს იყო შრომა მეცნიერთა გარკვეული თაობის. მე არ შემილია აქვე არ ვახსენო პავლე ინგოროყვა, რამაზ პატარიძე, თამაშ ხენკელი, ქალბატონი ცირა ინწკირველი, რომელთა შრომების შედეგებზე დგას ეს ყველაფერი. მე მხოლოდ მათემატიკური განათლება დავამატე ყველაფერ ამას და ისეთ ცალსახად ერთნიშნულად ამოიხსნა,
ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ, ასეთი სიმდიდრე რო გვაქვს. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი წინაპრები წინასწარმეტყველებდნენ ასეთ პროცესებს და მათ მიაჩნდათ, რომ დადგებოდა ჟამი, როცა ეს სოდნა ზედაპირზე ამოვიდოდა, მისი გახსნით გაიხსნებოდა ის, რაც გადაარჩენდა მომავალში საქართველოს. ასე წარმოედგინათ მათ. ახლა რამდენად გახსნილი ამოცანა, რომ ცალსახად არის ცხადია, ხოლო რამდენად გადაარჩენს ეს ამ სამყაროში საქართველოს და რამდენად იქნება ჩვენი იდენტიფიკაციის კოდი, ეს სხვა საუბრის თემაა და ნახოთ აგერ მომავალი და აგერ ჩვენ. და იქნება თქვენი პროგნოზი როგორია? უმის ჟამისოთ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო. წერს ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველი, ჟამი ჭირდებაო და ქართული უფლის ენა სხვაზე აღმატებული და უკეთესი მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთი ქართულად განიკითხავს, წერს იოანე ზოსიმე და ამის დამადასტურებელი საბუთები მოყავს და მოწმე მოყავს ამისი და ეს მოწმე როგორც შემდეგ აღმოჩნდა იესო ქრისტეა, ღმერთია თვითონ. მოკლედ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რა თქმა უნდა ეჭვი რამდენად გამოიყენებს ამას თანამედროვე ხელისუფლება, რამდენად გამოიყენებს თანამედროვე პოლიტიკური ძალები, ეს მათზეა დამოკიდებული, ხოლო ჩვენი მეცნიერების ამოცანა ამოგვეხსნა იგი და მიგვეცა საშუალება გამოეყენებინათ როგორც პოლიტიკური არგუმენტი. გასაგებია. ბატონო ველიკო, აი თქვენ ისე საინტერესოდ საუბრობთ, შეხება გაქვთ ასეთ ისტორიულ ტექსტებთან. ერთი მაინც ესეთი კითხვა მაქვს თქვენთან. როგორ აფასებთ დღევანდელ სიტუაციას ქართული ენის მიმართებაში? რამდენი სიტყვა შემოვიდა, ხო, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეხლა მაგალითად იმას ჩემ სტუდენტებთან შევედი, რაღაცას მიყვებოდა, ჩემი სტუდენტი ნახევარზე მეტი ვერ გავიგე. რა უნდოდა რომ ეთქვა? ურთულესი სიტუაცია გვაქვს, თქვენ ამის შესახებ კარგად იცით, მაგრამ საერთოდ როცა პირველად ამოცანა ამოიხსნა, ჩემს წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ასეთი არგუმენტი, რომ ყოველ 100 წელიწადში 10%-ით ნახდება ენაო. და აქედან გამომდინარეო 1000 წელიწადში ჩვენ აღარ უნდა გქონდეს არც ერთი ლექსიკური ერთეული, რომელიც 1000 წლის წინათ გამოიყენებოდაო. და ეს ამოხსნა მხოლოდ უახლოს პერიოდს ეხებაო. საქმე ამაში არ არის და ეს რა თქმა უნდა არ გამოდგება ქართულთან მიმართებაში. სხვა ენებთან შედარებით კი შეიძლება მოქმედებს. მაშინ ჩვენ ვეფხისტყაოსანს რო ვკითხულობთ, ვერ უნდა ვგებულობდეთ. ჩვენ ცხადად და იმდენად, რომ 1-2 სიტყვა შეიძლება ვერ გაიგო, დანარჩენს ყველაფერს ძალიან მარტივად გებულობ. ეს ნიშნავს, რომ ამ ენას რაღაც განსაკუთრებული თვისება აქვს და დღეს მე შემიძლია ამაზე გითხრათ, რა თვისება აქვს. კი ბატონო, გისმენთ. ხო, ეს ენა დაახლოებით შეიქმნა მესამე 1000-ლეულის შუა პერიოდში. და შექმნის ადგილი სრულად არ გახდათ მანდამაინც სამხრეთ კავკასია, ეს იყო უფრო ბაბილონი და ასურეთი. ასურეთში სადაც ბიბლიური ნინევია, ბიბლიური დედაქალაქი იმ ენის, რომელმაც ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენა შექმნა. მთელი ინფორმაცია, რომელიც გამოიყენებოდა სიტყვების შესაქმნეს დროს, იზომებოდა ცაზე, რადგან თაყვანს სემდნენ მზესა და მთვარესა და ხუთსა ვარსკვლავსა, ღმერთები ეგონათ მზე და მთვარე და ვარსკვლავები და მათი პარამეტრების იმ რიცხვებზე დაყრდნობით ხდებოდა სიტყვების შექმნა. მოკლედ, მაგრამ არსებობდა მატრიცა. მთელი ეშხი ყველაფერ ამის იმაშია, რომ მატრიცა, ანუ ამბანური მატრიცა არსებობდა. ქართული ამბანი არ არის შექმნილი ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში და 429 წელს და არ შეუქმნია მაშტოც, მასთან არაფერი საერთო არ ქონდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ქართული ამბანი შეიქმნა გაცილებით ადრე, აი დაშიფრული სიტყვა, მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ და ალიკოცინცაძეს არ აღმოუჩენია ეს აღმოაჩინა ბატონმა თამაშ ხენკელმა. მან იანგარიშა სიტყვა ფარნავაზის რიცხვ მნიშვნელობათა ჰემატრია არის ასეთი დაშიფრის მეთოდი, რომელიც ნიშნავს რიცხვ მნიშვნელობების შეკრებას.
ფარნავაზი მეფე, პირველი მეფე, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნე და მიიღო რიცხვი 666. და იქიდან გამომდინარე, რომ 666 ბიბლიაში ხეცის რიცხვია და რაღაც განსაკუთრებული რიცხვია, მან ვერ წარმოიდგინა, რომ ქართველებმა 666-ისთვის გაიმეტეს თავიანთი მეფე და ამის შესახებ გამოაქვეყნა და დაიწყო იმის გარკვევა. ხომარ ერქვა მეფეს ფარნა და ფარნაოზი და მერე ხომარ ჩასწორდა. არა ბატონო, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში დაარქვეს მას ფარნავაზი და ეს სულაც არ ნიშნავდა ადამიან ხეცის რიცხვს, ეს იყო ადამიან ღმერთის რიცხვი. უბრალოდ სარწმუნოებრივი კატაკლიზმების შედეგად ადამიან ღმერთის ფენომენი გარკვეული ხალხებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ხელში აღმოჩნდა ბიბლია, ამიტომ ჩაასწორეს და 666-ის მაგივრად სხვა რიცხვი უნდა ეწეროს ის, მაგრამ მოდი ამას ყველაფერს თავი დავანებოთ. ფარნავაზ დაარქვეს სახელი ფარნავაზი და ფარნავაზი მე-4 საუკუნეში ხო დაარქმეს, ეს ხდება თანამედროვე ირანის ტერიტორიაზე აქემენიდებთან. მათი მეფე არის დარიოსი. დარიოსი შვილი გახლავთ ფარნავაზი, იგი ამოდის საქართველოში და ამოაქეს სოდნა. იქამდე ქართულსო ლეონტი მროველი წერს, არც ერთქვა ენაო. აი ეგ მინდოდა მეკითხა ბატონო ვალიკო, იმიტომ რომ რაღაც ასე უცბად ხوار ხდება. უცბად ახლა ასე და ამბანი ენა ასე ხوار ხდება. მანამდე რა ხდებოდა თქვა, ეგ უნდა მანამდე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები იყო. ჯერ გამოვტოვოთ ის, რომ რაღაც კატაკლიზმებმა აიძულა იბერიული რასა და საერთოდ იბერიელები, ის ხალხი, იბერია სიტყვა პირველ 1000 წლებში შემოდის ძველი წელთაღრიცხვის, მაგრამ ის ხალხი, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ცხოვრობდა, აიძულა წასულიყვენ და მოსდებოდნენ შუამდინარეთს. ისინი გამოჩნდნენ შუამდინარეთში რაღაც ეტაპზე, ეს არის შუმერი და უცბად შუმერში გამოჩნდა ხალხი, რომელსაც უდიდესი კულტურა აქვს, მაგრამ როგორც კი ფეხი მოიდგეს და დაფუძნენ იმ ადგილზე, შემდეგ შემოიჭრენ სემიტური ტომები და ეს ხალხი იძულებული გაახდა გადასულიყო გვერდით და დაეწყო ბაბილონის მშენებლობა და ბაბილონის გოდოლის მშენებლობა. რაღაც პერიოდის შემდეგ იცფერი ისევ შემოდის და ესენი იხევენ გვერდით, გადადიან მეორე საცხოვრებელში, რომელსაც ასურეთი ქვია და ასურეთიდან უკვე როცა ძველი წელთაღრიცხვის 612 წელს მისი დედაქალაქი ნინევია, რომელიც ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ენის დედაქალაქი არის, მთლიანად ააოხრა მტერმა, ისე რომ ქვაზე აღარ დატოვა, ისინი გადადიან აქემენიდებთან. აქემენიდები ეს ირანული ტომებია, მაგრამ ესენი თვითონ ეს ხალხი არიან ქალდეველები. ქალდეველებია ის, ვინც შუმერში ცხოვრობდა. დღეს ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ შუმერი სემიტური დასახლება, შემდეგ გადადიან ისინი ბაბილონში და დღეს ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ ბაბილონი სემიტური დასახლებაა, შემდეგ გადადიან ასურეთში და ითვლება, რომ ინდოევროპული დასახლება ეს ასურეთი, ამის შემდეგ ქალდიაში და კაბადოკიაში გადადიან და ბოლოს ამოდის ყველაფერი. მაგრამ ბიბლიაში წერია, ნუ მოიხსენიებთ პირველთა რამე თუ უწინარეს ჩვენ და არიან. პირველები არ ვახსენოთ, რადგან ჩვენზე წინ იყვნენ. ჩვენ სწორედ იმ პირველებზე ვსაუბრობთ, იმ ხალხზე ვსაუბრობთ, რომელმაც ეს კულტურა ყველაფერი შექმნა და რაღაც პერიოდში იწყებს, როცა ხვდება, რომ მტერი ძალიან მძლავრობს, იწყებს დაშიფრული სიტყვების შექმნას. პირველი სულ ორი დაშიფრული ენა იცოდა კაცობრიობამ, ერთი იყო ებრაელი კაბალისტების ენა, ძველი ივრითი, მეორე იყო ეგვიპტელი ქურუმების ენა და მესამე სწორედ ეს დაშიფრული ენა გამოდის და დღეს მინდა
გითხრათ რომ 5000-მდე დაშიფრული სიტყვა მაქვს ძველ ქართულში ნაპოვნი და თუ ქართული ამბანი ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნემდე არ არსებობდა, მაშინ ეს 5000 სიტყვა არ მქონია და არ მქონია ძირითადი მსოფლმხედველობრივი სიტყვები, რადგან ფარნავაზზე ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ ფარნავაზი დაშიფრული სიტყვაა, მაშინ ისე ხო ვერ შექმნი დაშიფრულ სიტყვას თუ არა გაქვს ამბანი. რა თქმა უნდა. და ამბანი უნდა კონდეს და თუ ამბანი მე-5 საუკუნეში შექმნა, მაშინ ფარნავაზისთვის 800 წლის გარდაცვლილი ყოფილა, მერე დაგვირქმევია სახელი ფარნავაზი, მაგრამ ეს რომ ერთი სიტყვა იყოს, კიდევ მოითმენდა კაცი და იტყოდა რომ ფარნავაზი ლეგენდა. გამოდის რომ თუ ახალი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნემდე არ შექმნილა ქართული ამბანი, მაშინ ეს 5000 სიტყვა არ ქონია და გარდა ამისა არ ქონია ის ისტორია, რასაც ფარნავაზიდან მომდინარეობს. და დაშიფრულია უმთავრესი სიტყვები: ღმერთი, ერთი, კვართი, კალთა. ბატონო, არ შემიძლია არ გითხოთ, ენათმეცნიერებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენ? აი თქვენ ამ საუბარს როგორ ხვდებიან ისინი? ხო ხვდებით, რატომაც გეკითხებით? მე მესმის ძალიან უჭირთ მათ იმით ახმა, რომ არსებობს ალბათობის თეორია, არსებობს მათემატიკური სტატისტიკა და მე ამ დარგის სპეციალისტი ვარ და ის რაც თქვი, ცალსახად დამტკიცებული არავით არის, მათი შემოწმება და ბეჭედი ამას არ ჭირდება, ეს დამტკიცებულია, უბრალოდ აღიარება ჭირდება და მიდგომა ჭირდება სხვანაირი. ეს ჩვენი იდენტიფიკაციის კოდია. თქვენ ამაზე ბრძანეთ და მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეა. ჩვენ ცივილიზაციის საწყისებთან ვიდექით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ევროპაში და ცივილიზებულ დასავლეთში რომ შევდივართ, ცარიელი ხელებით კი არ შევდივართ. ჩვენ შევდივართ ის ხალხი, რომელმაც მოამზადა ის საფუძველზე, რომელზეც დადგა ელინური კულტურა და რომელზეც დადგა რომაული კულტურა. მე ამ ხალხებმა გადაამუშავეს ეს ცოდნა, გადაამუშავეს ყველაფერი, დაარქვეს სახელები და დანარჩენ მსოფლიოს მიაწოდეს როგორც მათი შექმნილი. გემატრია და გეომეტრია მაგალითად ბერძნებმა კი დაარქვეს სახელი, მაგრამ გეომეტრია იმ სანამ სახელს დაარქმევდნენ 1000 წლით ადრე ეგვიპტელები აშენებდნენ პირამიდებს. რა პირამიდების ამშენებელმა ეგვიპტელებმა არ იცოდნენ გეომეტრია, უფრო მეტიც შუმერში დაფიქსირებულია თიხის ფირფიტაზე ეგრეთ წოდებული პითაგორას თეორემა, რომელსაც 25 ბავშვი, როგორც ჩანს სკოლის მოსწავლე, იმდროინდელი სკოლის, ხსნის ერთ და იგივე ფორმულით ხსნის ამოცანას პითაგორას თეორემის გამოყენებით. და პითაგორა დაიბადება 1000 წლის მერე. ხო, ესე იგი როცა იმპერიებს სულ ერთ და იგივე დამოკიდებულება ჰქონდათ ცოდნასთან, ყველაფერს ითვისებდნენ, მერე გამონახავდნენ თავიანთ თავში ვინმე პიროვნებას, რომელსაც მიაწერდნენ. ასე გამოიგონა პითაგორას თეორემა, პითაგორამ ასე გამოიგონა რადიო პოპოვმა და რუსმა პოპოვმა და ასე შემდეგ. მოკლედ დადგა დრო სიმართლე ითქვას, დადგა დრო ევროპას დავანახოთ ის ზირები, რომელზეც მისი ცივილიზაცია დგას და ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომელმაც ეს ცივილიზაცია და მისი საფუძვლები შექმნა. გეთანხმებით, აბსოლუტურად, ბატონო, ძალიან საინტერესოა თქვენი ეს თეორიები და მოსაზრება. ჩვენ ძლიერი ენა გვაქვს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ქვეყანა ძლიერი ვიყავით ისტორიულად მოყოლებული. დიდი და ასე ვთქვათ, ანგარიში სხვა ქვეყნები ანგარიში პირიქით გვაბარებდნენ ვიდრე ჩვენ იქით. იყო ესეთი პერიოდი, რომ რეგიონში ჩვენს გარდა კიდევ ვინმე საუბრობდა ქართულად? აი მაგალითად რა ხდებოდა ალბანეთში, იმიტომ რომ ბოლომდე ამოუხსნელია ეს, ხო? იქ არის რომ რაღაცა ნაწილი კი ქართული ენის ცოდნა ჰქონდათ, რაღაცა ესე ვთქვათ ტომები იყვნენ სხვა, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ. დიახ, რა თქმა უნდა. რომ აქაც ძალიან ცოტაა ცნობილი.
თქვენ სწორედ ბზანეთ ალვანიაო უკიდურესი მხარე არისო ივერიისა წერდა თემურაზ ბატონიშვილი მათ დედაქალაქს ერქვა კაბალა კი ბატონო და ხომ წარმოგიდგენთ ეს კაბალა არა დღეს აზერბაიჯანის კაბალა რა გეოგრაფიულად ცოტა სხვაგანი იყო ეს კაბალა ეს იმდენად ის კაბალა რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ვსაუბრობთ ძირეულად განსხვავდება იმისგან რასაც ებრაული კაბალა ქვია ის მხოლოდ საფუძველია ყველაფერ ამის, რომელმაც მოამზადა ეს ყველაფერი. ჩვენ ხომ გვიკვირს, რომ აი კი რელიგიას არწმუნება გვესმის, მაგრამ რა ძლიერი ტრადიციები გვაქვს, როგორი კარგად გათვლილი ტრადიციებია, მაგალითად, ქალის უპირატესობა ეკლესიაში პირველად ქალი უნდა გაატარო. ჩვეულებრივ ეკლესიურ კანონიკაში ესე არ არის, პირველი კაცები გადიან და უნდა მათ ეკუთვნით უპირატესობა. იგივე შეიძლება ბევრ რამეზე ითქვას 7 თაობაში ქორწინების აკრძალვა 9 თაობაში ნათლობის დროს ქორწინების აკრძალვა და ეს არის ტრადიციები 7 თაობა ეს მთვარესთან დაკავშირებულია 9 თაობა ეს მზესთანაა დაკავშირებული თაყვანს სცემდნენ მზესა და მთვარესა აქედან გამომდინარე უმაღლესი ღმერთი იყო მზე და ამიტომ 9 თვალა მზიდან გამომდინარე ჩვენ სწორედ 9 თაობაში ნათლობაზე გადადის ეს ყველაფერი. ეს ტრადიციები, ის ტრადიციებია, რომელმაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა. მიუხედავად ქრისტიანობის და რელიგიური საფუძვლებისა, ეს ყველაფერი იყო ჩვენი ცხოვრების წესი. ჩვენი და აღმოჩენილია კაბალას პირველადი ფესვი. ასე რომ არ იყოს, ამდენი ტოპონიმი არ გვექნებოდა კაბალა. ჩვენ გვაქვს სოფელი კაბალა, მდინარე კაბალა, უამრავი გზა კაბალა, გურიაშია ეს გზა და ასე შემდეგ. საზოგადოების ეს სიტყვა მისაღები იყო და აღმოჩენილია სვანეთში პირველადი ფესვი. მას ქვია ლკაბ. ლკაბ არის დაფარვა. საფარველია ის დაშიფრა, რაზეც მე ვილაპარაკე, დაფარვასაც გულისხმობს. ლკაბიდან იქნება სიტყვა კაბა, რომელიც საფარველს ნიშნავს ასევე. ანუ ქონდა ჩვენთან ფესვები რა თქმა უნდა, მერე იქნება კაბალა. კაბალა, რომელიც დაფარვის ფორმაა ერთი, რაც ვნახე, მერე იქნება კაბალახი, თავსაბურავი, ისევ დაფარვა. მოკლედ ეს ის ინფორმაცია რომ სომხურ წყაროებში რომ მე-5 საუკუნეში ალბანეთსაც მათ შეუქმნეს ენა და ამბანი, ესეც ფლად ბოლომდე მართალი არ არის. მე ახლა გამოდის ჩემი წიგნი როდი შეიქმნა ქართული ამბანი, სადაც ახსნილია მომენტი რატომ დაჭირდათ სომეხ ხალხს რომ მოეგონებინათ მაშტოცის მითი, რატომ ჩავარდნენ ასეთ სიტუაციაში და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მათ მიიღეს რაღაც ინფორმაცია, მიიღეს ეს შუამდინარეთიდან თუ ნინევიადან გამომდინარე, ან შეიძლება სულაც ირანის ტერიტორიაზე მეფე დარიოსის კარზე ან კიროსის კარზე, მიიღეს ეს ინფორმაცია, ისევე როგორც გარკვეულ ხალხებს აქვთ ამბანური სისტემები, რომელიც გრაფიკულად ჩვენსას გავს. ეთიოპელებს აქვთ მაგალითად. სომხურში 10 ასონიშანი მეორდება, მაგრამ არ მეორდება ასოს ბგერითი შესაბამისობა. მაგალითად დონი მე-4 ასო რო არის ქართულ ამბანში დ, იქ მე-7-ია და ზ-ს აღნიშნავს. ასე რომ ის დაშიფრვა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ვერ მეორდება ვერც ერთ ენაში, ვერც ერთ გრაფიკაში, იმიტომ რომ ჩვენები სწორედ ამიტომ ასაიდუმლოებდნენ ამბანს და გამოაჩინეს იგი ბოლოს, მაშინ როცა ყველაფერი გაიხსნა, ყველა სიტყვა, რომელიც დაშიფრულია, დაცულია გარკვეულად, როგორც იტყვიან ინფორმაციული უსაფრთხოებაზე ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები, რომ არ მოეპარათ, არ წაერთმიათ და ბოლოს აღმოჩნდა რომ ტყუილა არ ფიქრობდნენ, იმიტომ რომ გაჩნდა მაშტოცის მითი. ეხლა უფრო მეცაც გეტყვით, იმ მაშტოცის მითი როცა არ მოეწონათ, თქვენს რომ 14 ასო ბერძნებიდან გავიღეთო.
და მე აღმოჩნდა რომ არა მხოლოდ დავიღეთ, არამედ შიგნით შეურიეთ ძველი ასოები, იმიტომ რომ დაგვეძველებილა ხელოვნურად. ეს ხელოვნურად კი არ დაგვიძველებია, ეს ძველ ამბანზეა ლაპარაკი, ეს იმ დაშიფრის მატრიცაზეა ლაპარაკი, ამდენად ჩვენ უდიდესი ცივილიზაციის შვილები ვარ და ამით უნდა ვიამაყოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი იდენტიფიკაციის კოდი. ამაზე უკეთეს რას ინატრებს კაცი, ასე რომ ბატონო ალიკო, უნდა შემპირდეთ, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენი დღევანდელი გადაცემა შეიძლება ითქვას პირველი სერია იყო იმისა, რაზეც უნდა გვესაუბრა, იმიტომ რომ სასაუბრო უამრავია და მინდა ასე ვთქვათ, შემდგომ კომპლიმენტი გითხრათ, რომ თქვენი მოსმენა, არ ვიცი, ერთი რაღაც სხვა სამყაროა და დარწმუნებული ვარ ჩვენი მსმენელისთვისაც ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა, ამაში არაფერი არ არის ზღაპრული. ეს უბრალოდ იმდენად საინტერესოა და იმდენად კარგია და იმდენად ლამაზია. ერთ ენათ მეცნიერს ერთხელ უთხარი. აი მეთქი, თუნდაც ეს ყველაფერი ზღაპარი იყოს, იმიტომ რომ მას ალბათობის თეორიის არ ჯეროდა და ამ დროს ეს ფუნდამენტური დარგია. თქვენ მეთქი დაძინების წინ ხო უყვებით თქვენ შვილს ზღაპარს. წარმოიდგინეთ, მე უყვები ზღაპარს ჩემ მუხლებზე დაჩოქილ სამშობლოს, რომ ის გავამხნევა მეთქი. და რა მიპასუხა, იცით? მე შვილს ზღაპრებზე არ ვზდიო. იგი ვერ ხვდებოდა ზღაპრის მნიშვნელობას. ეს ზღაპარი მართლა ზღაპარი და სიცრუე კი არ არის, ეს მასში უდიდესი სიბრძნეა და სამწუხაროა, რომ ის ქალბატონი, რომელიც მე ვიგულისხმე, ახლა ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორი გახლავთ და თუ გამжжит ჩვენი საქმე გავაკეთოთ როგორც სიტყვიან, ყველას თავის მიმართულება აქვს. ბატონო ალიკო, უღრმესი მადლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა და ალბათ ჩვენი გადაცემის ისტორიაში პირველი სტუმარი ხართ, სადაც ტრადიცია დავარღვიე და ვეღარც ვასწრებთ უკვე მუსიკალურ ნაწილს. მე მგონი, რითიც უნდა დაგვესრულა, მოვასწრებთ, ხვის რეჟისორს მოვასწრებთ მე ესე იგი. მხოლოდ დავაანონსებ. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იოანე ზოსიმესის ამოცანაზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ქართლის ცხოვრებაზე, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ლეონტი მროველის, ვეფხისტყაოსანზე, შეგვიძლია ამირანის თქმულებაზე, ბაბილონის გოდოლზე. მოკლედ მორჩა, ჩაწერილი გვაქვს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. ალიკო ცინცაძე გახდა ჩვენი სტუმარი, მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე, ბედნიერ კვირას გისურვებთ და იცოდეთ, რომ აი ის, რაზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობდით, არის ის კულტურა, რომელიც გვაძლევს იმედს. დროებით